ქონია შემთხვევა, როდესაც შენს პარტნიორს აკვირდები და მის ქცევაში ან სიტყვებში ეძებ სიყვარულის დასტურს. ან ეკითხები, გიყვარ ვარ, ნამდვილად გიყვარ ვარ და მას ძალიან გაკვირვებული რეაქცია აქვს, რა თქმა უნდა, მიყვარხარ, აბა რატომ ვართ ერთად? და ეს ყველაფერი აიხსნება იმით, რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პრიორიტეტული სიყვარულის ენა. გერი ჩეპმენი სულ 5 სიყვარულის ენას გამოყოფს. ამ 5-დან პრიორიტეტული გვაქვს 2 ან 3 ენა. თუ ეს ენები ემთხვევა ჩვენს პარტნიორთან, ამ შემთხვევაში ესეთი კითხვა არ ჩნდება, თუმცა თუ პრიორიტეტული სიყვარულის ენა განსხვავდება, შეიძლება გაჩნდეს მსგავსი კითხვები. მოდით გავიაროთ რა არის ეს 5 სიყვარულის ენა და თქვენც აუცილებლად შეამჩნევთ რომელია თქვენთვის პრიორიტეტული. მაშ პირველი, ეს არის სიტყვები, სიყვარულის ახსნა, კომპლიმენტები, საუბრები სიყვარულზე, გრძნობებზე, საერთო მომავალზე, როდესაც პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია ვერბალური არხი და ის მუდმივად საუბრობს თავის გრძნობებზე. მეორე, ეს არის შეხება. ჩახუტება, მოფერება, უბრალოდ შეხება, ვიზუალური კონტაქტი, თვალით კონტაქტი, ეს ყველაფერი შეხებას ეკუთვნის და თუ თქვენთვის პრიორიტეტულია შეხება, თქვენთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის სიტყვები, რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის შეხება, ჩახუტება, უბრალოდ გვერდი-გვერდ ჯდომა და თვალებში ყურება. მესამე, ეს არის საჩუქრები. სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა ღირებულების საჩუქრები, ამ შემთხვევაში თანხაზე სულაც არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ თქვენი პარტნიორი მუდმივად ცდილობს თქვენს გახარებას იმ ნივთებით, იმ სიურპრიზებით, იმ შეიძლება რაღაც სახალისო აქტივობებით, რომელიც თქვენთვის სიურპრიზია და ეს საჩუქრები მისთვის ბევრად უფრო მეტია ვიდრე სიტყვები და შეხება. მეოთხე ენა, ეს არის საერთო დრო. როდესაც თქვენ ერთად უყურებთ ფილმებს, ამზადებთ საკვებს, ალაგებთ სახლს, დადიხართ სპორტულ დარბაზში, ხვდებით მეგობრებს, უბრალოდ ხართ ერთად და დაკავებული ხართ საერთო საქმით. ეს არის მეოთხე ენა, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სიტყვები, როგორც საჩუქრები და როგორც შეხება. და ბოლო, ეს არის ზრუნვა. შეიძლება თქვენი პარტნიორი არ ლაპარაკობს გრძნობებზე და ხშირად არ გეხებათ, მაგრამ მუდმივად ცდილობს თქვენი ცხოვრების შემსუბუქებას, თქვენზე ზრუნვას, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეების გათვალისწინებას და გაკეთებას. ეს არის მეხუთე ენა, რომელიც გერი ჩეპმენმა გამოყო და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ჩვენ გრძნობებზე ვსაუბრობთ. შესაბამისად, ამ 5-დან თქვენთვის იქნება პრიორიტეტული 2 ან 3 და თქვენი პარტნიორისთვისაც ასევე 2 ან 3. თუ დაემთხვა თქვენი ენები, ამ შემთხვევაში თქვენთვის ყველაფერი გასაგებია, ხოლო თუ არა, ეცადეთ მის ენაზე აუხსნათ სიყვარული და აუხსნათ რა ენა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული.